ტივი წარმოგიდგენთ ქართულ ინტერნეტ ციფრში ახალგაზრდების სახელწოდებით ფოტოგრაფია ყველასათვის. მოგესალმებით. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ, როგორ უნდა შევარჩიოთ ფოტოაპარატი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ასევე გექნებათ შესაძლებლობა მოგწეროთ Facebook-ის გვერდზე სახელწოდებით ფოტოგრაფიის შესწავლა. იმის გასარკვევად თუ როგორ ირჩევენ ახალგაზრდები ფოტოაპარატს ქუჩაში გამოვედით და მათ აზრი ვკითხეთ. რა პრინციპით შერჩია ფოტოაპარატი? რა ვიცი, ფერის მიხედვით და მომეწონათ თან. თვითონ ხარისხის მიხედვით? ხარისხის კარგი აქვს. რა ფილმის აპარატი კარგი? Canon-ია ჩამოც. ხო? ვინ გირჩია, რატო გადაწყვეტე? დედასთან ვიყავი. Smile-ში. აი რა მეინტერესებს, რატო გადაწყვეტე Canon-ი და თქვა არა Nikon-ი? რა ვიცი, მომეჩეს მომეწონა თან ვიცი და ჩემს ახლობასაც აქვს და კაი გადამოწია. ნაცნობის რჩევით და იმის საშუალებით ერთხელ გადავიღეთ სურათს და კარგი ხარისხი ქონდა, ამიტომ გადაწყვეტეთ რომ მისი რჩევას დავთანხმებული ვიყავით. რა ფილმის აპარატი? Kodak-ი. გაქვთ ფოტოაპარატი? არა. და თუ აპირებ შეძენას? კი ალბათ. რა პრინციპით შეერჩეთ ფოტოაპარატი? ალბათ უფრო ხარისხით, სურათების მეხსიერებით არ ვიცი. და ვინ უნდა გაგეხმაროთ ამ შემთხვევაში ფოტოაპარატის შეძენისას, როგორ ფიქრობთ? ჩემი აზრით ფოტოგრაფი. თქვათ ფოტოგრაფის გამოსცემს უფრო მეტად ენდობით, ვიდრე თქვათ ფოტოგრაფისას ამ შემთხვევაში. კი. ფოტოაპარატი თუ გაქვთ? დიახ, მაქვს. და რა პრინციპით შეერჩეთ ეს ფოტოაპარატი? გამომდინარე თავის მონაცემებიდან. რა მონაცემებს როგორ აკეთებთ ეს მონაცემები აქვს მას აპარატს? განსაკუთრებული რა აქვს? განსაკუთრებული, ანუ ეფექტურია, ასე ვთქვათ. აფიქსირებს კადრს ნორმალურად და გადმოცემს ფერებს, რაც არის აღმოჩენილი კადრში ნათლად. და შერჩევისას თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება? არა, მე არ მიიღე გადაწყვეტილება. ოჯახის წევრმა. და ვინმე დაეხმარა, ურჩია თუ აი რა პრინციპით შერჩეთ და რა ფილმის აპარატი გაქვთ? Sony. Sony-ის აპარატი. დიახ. და რა პრინციპით შერჩეთ ეს აპარატი? გამომდინარე იქიდან, ანუ პირველ რიგში ვიზუალურად, ასე ვთქვათ, მოეწონა და ასე ვთქვათ, მისი პარამეტრები. სხვა რა პრინციპები? მართლა ფოტოგრაფიაზე. როგორ? ფოტოაპარატი გაქვთ? იმო, რა პრინციპით შერჩეთ ეს ფოტოაპარატი? მომეწონა და ვიყიდე. და ხარისხით. როგორ? ხარისხით. და რა მეინტერესებს? ანუ ფოტოაპარატის ხარისხია თვითონ ან ვინ მოგცემთ თქვენ რჩევა? არა, ჩემო მეგობარმა, მაგრამ ჩემი პროფესიაც ეს არის და ამიტომ მე თვითონ შევარჩიე ფოტოაპარატი და ვიყიდე. თქვენ პროფესიით მიწოდებით? რეჟისორი. კარგი. ოპერატორი რეჟისორი, რა? ჩვენ ახლა ვიმყოფებით Photo Live სტუდიოში, ჩემთან ერთად იმყოფება კახა ფხაკაძე და შევეცდებით მოგაწოდოთ პრაქტიკული რჩევები, როგორ შევარჩიოთ ფოტოაპარატი. ბატონო კახა, მოგესალმებით. მოგესალმებით. ბატონო კახა, ჩვენ ვახეთ რეპორტაჟი. ამ რეპორტაჟიდან გამომდინარე, რომ ვიმსჯელოთ, როგორ შევარჩიოთ ფოტოაპარატი, ერთ-ერთი გოგონა ამბობდა, ფერიც ახსენა, რომ გითხრათ. კი, ნახეთ თქვენი მომზადებული რეპორტაჟი. და მართლაც საინტერესო პრიორიტეტია ფერის მიხედვით კამერის შერჩევა, მაგრამ სიუჟეტის მიხედვით რესპონდენტები მათი ძირითადი ნაწილი ასახელებდა მრჩეველებს, რომ სწორედ ამა თუ იმ მეგობრის, ოჯახის წევრის რჩევის მიხედვით ამოარჩიეს ესა თუ ის მოდელი. მე მინდა ახლავე ყველა ფოტომოყვარულს, ვისაც აქვს კამერა და უნდა განაახლოს, ანუ გააუმჯობესოს, ან არა აქვს და უნდა შეიძინოს, უთხრა რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რჩევას, თუ ეს რჩევა არ არის კომპეტენტური ადამიანისგან მოწოდებული. და კომპეტენტური ადამიანი ძალიან ხშირად არ არის თქვენი მეგობარი, რომელსაც აქვს კამერა. გარწმუნებთ, ეს ასეა, იმიტომ რომ დღეს პრაქტიკულად ფოტოკამერა თითქმის ყველას აქვს. და სამწუხაროდ მათ ძალიან ხშირად არ იციან ის აუცილებელი ნიუანსები, რაც სწორედ გასათვალისწინებელია ამა თუ იმ მოდელის შერჩევისას. წესის და მიხედვით მაღაზიაში სწორედ
კონსულტანტმა უნდა მიაწოდოს ეს ინფორმაცია, მაგრამ რასაც მე ახლა სოციალურ ქსელებში ვხედავ და სხვათა შორის სავაჭრო დაწესებულებების კომპეტენტური პირების პასუხებს ამ ფოტომოყვარულების კითხვებზე 99.9% არ შეესაბამება დასმულ კითხვას და ან არ შეესაბამება, ან უბრალოდ ძალიან პასუხი ძალიან აცდენილია რეალობას. აქედან გამომდინარე, კარგი იქნება თუ კონსულტაციას გაევლიან კვალიფიციურ სპეციალისტებთან და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძენენ ამა თუ იმ მოდელს. ბატონო კახა, რომ შევეხოთ თვითონ მატრიცას ფოტოაპარატ, აი რომ განგვიმარტოთ გასაგები რა იყოს უფრო. დიახ, ახლა ციფრულ ტექნოლოგიაში უკვე მატრიცა გამოიყენება, ფირი არ გამოიყენება ციფრულ კამერებში. მატრიცა ეს წარმოიდგინეთ იგივე ფირია, ოღონდ ელექტრონული ფირი, ასე დავარქვათ. ერთჯერადი არ არის, ის მუდმივად დგას თქვენს კამერაში და მუდმივად გემსახურება თუ მას არ დააზიანებთ. დაზიანება კიდე ძალიან მარტივია მისი ბევრი ფოტომოყვარული რატომღაც მიზნად ისახავს კაშკაშკა მზის გადაღებას და მიუშვერენ ხოლმე ამ კამერას და ამის შედეგად მატრიცაზე რჩება გამოუსწორებელი შედეგები. კი, რა თქმა უნდა, ის ზიანდება, მისი დაზიანება შესაძლებელია და მატრიცა თვითონ თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიური პროცესის შემადგენელი ნაწილია, მის გარეშე პრაქტიკულად გამოსახულების მიღება შეუძლებელია, მაგრამ ეს მატრიცებიც თვითონ არის სხვადასხვა დანიშნულების. რა თქმა უნდა, მატრიცა არის ის მოწყობილობა, რომელიც არსებითად განსაზღვრავს ფოტო გამოსახულების ხარისხს და არის სხვადასხვა ზომის. ყველაზე კარგი, ასე ვთქვათ, და ყველაზე პროფესიონალური მცირე ფორმატიან კამერებში დღეს ითვლება ეგრეთ წოდებული full frame, ანუ სრულჩარჩოიანი, რომელიც ანალოგი გახლავთ ფირის კადრის, ანუ 24 მმ, 36 მმ-ზე ასეთი ფორმის ჩარჩოს თუ ავიღებთ, მისი ანალოგი არის სწორედ full frame, ეს არის მატრიცის ერთ-ერთი სახე, რომელიც დღესდღეობით მცირე ფორმატიან კამერებში წამყვან პოზიციას იკავებს. თუმცა არსებობს კიდევ უფრო მცირე ზომის მატრიცები, APS-C და ასე შემდეგ და მათ ყავთ კონკრეტული მომხმარებელი. რატომღაც ახლა თითქოს მოდური გახდა ამ სოციალურ ქსელებშიც მე ვაკვირდები ტენდენციას და თითქმის ყველა კითხულობს დიდი პატარა, რომ არის პროფესიონალურია თუ არა ეს კამერა და რატომ არის ასეთი მოთხოვნა პროფესიონალურ კამერაზე, ჩემთვის გაურკვეველია, იმიტომ რომ პროფესიონალური კამერა არის განკუთვნილი არამხოლოდ იმისთვის, რომ დაუშვათ ძალიან კარგი გამოსახულების სურათი მიიღოს, არამედ იმისთვის, რომ მან იმუშაოს განსაკუთრებულ პირობებში, ქარში, წვიმაში, თოვლში, ყინვაში, მაღალ ტემპერატურაზე, იყოს დაცული მტვრისგან, უფრო მეტად ვიდრე სამოყვარულო კამერები და ასე შემდეგ. ანუ გარდა იმისა, რომ ის არის პროფესიონალური კამერა, მას სხვა არსებითად მნიშვნელოვანი არანაირი განსაკუთრებული ფუნქციები არ გააჩნია. ამდენად რატომ არის მოთხოვნა და ამდენი კითხვა დასმული, რომ არის თუ არა პროფესიონალური კამერა, გარწმუნებთ, რომ ეს პროფესიონალური კამერა და ძალიან მარტივი უბრალო სასაპნეც კი ერთნაირი პრინციპით მუშაობენ. ამდენად პირველ რიგში ალბათ ფოტომოყვარულმა უნდა განსაზღვროს რისთვის უნდა ამ ფოტოკამერის შეძენა, რა მიზნებისთვის უნდა ამ ფოტოკამერის შეძენა. მე მეცაც გეტყვით, ახლა მობილურ ტელეფონებს 8 მეგაპიქსელი უკვე აქვს, 8 მეგაპიქსელი ეს არის 8 მილიონი პიქსელი. ძალიან მატრიცაზე ვისაუბრეთ და სწორედ მატრიცა რო წარმოიდგინოთ როგორც პაზლი და მისი თითოეული უჯრა, სწორედ აი ეს პიქსელი არის აი ამ მატრიცის თითოეული უჯრა და ეს უჯრა არის ძალიან მცირე ზომის, თვალით ვერ შეხედავთ. და როცა საუბარია 8 მილიონ პიქსელზე, ეს არის 8 მილიონი პატარა კუბიკი, რომელიც თითოეული ზომა თმის ღირსზე სადღაც 40-50-ჯერ უფრო მცირეა. უფრო კონკრეტულად რო განგვიმარტოთ ფოტოაპარატის პიქსელებზე, ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ხშირად ამ კუთხითაც ანიჭებენ უპირატესობას თქვათ მომხმარებელი. რა თქმა უნდა, აქ საუბარი, იმიტომაც ვთქვით, რომ აქ პირველ რიგში საუბარი არის თვითონ მატრიცის ზომაზე. რაც უფრო დიდი ზომის არის მატრიცა, მით უფრო მოსალოდნელია, რომ მან მოგცეს უფრო კარგი სრულფასოვანი გამოსახულება. რაც უფრო მცირე ზომის არის მატრიცა, ის ვერ მოგცემს იდეალურ გამოსახულებას შედარებით დიდთან, მაგრამ მოგცემს სრულიად დამაკმაყოფილ გამოსახულებას გარკვეული ამოცანის გადაწყვეტის ფარგლებში.
ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ მაგალითად პროფესიონალური ფოტოკამერა, რომელიც კილონახევარს იწონის და მასზე მიყენებულია კიდევ პროფესიონალური ფოტოოპტიკა, რომელიც სადღაც 2 კილონახევარს იწონის, საბოლოო ჯამში ეს მთლიანობაში ეს პაკეტი სადღაც 4 კილოგრამს იწონის და ეს 4 კილოგრამი ტვირთი დაუშვათ რომ მოყვარულმა ფოტოგრაფმა შეიძინა ბატონო და ატაროს მოგზაურობაში ან თაში ან დაბადების დღეზე, ელემენტარულად დაბადების დღეზე წაიღოს თავის მეგობართან და იქ ამ 4 კილოგრამიანი ფოტოაპარატით გადაიღოს სურათები. ხო, წარმოუდგენელია, ხო? არ არის დანიშნულება მისი, ამ კამერის დანიშნულება ეს არ არის. ამის დანიშნულება ამ კამერის გახლავთ სულ სხვა რა. ხო? აქედან გამომდინარე, პირველ რიგში ფოტომოყვარულმა უნდა განსაზღვროს რა დანიშნულებით უნდა რომ შეიძინოს კამერა. და არა ის, როგორც დაუშვათ აი რა შევადაროთ ჯიპი მაგალითად ხო რატომაც მოდაშია რომ თუ ყველაზე დიდი ჯიპი ყავს ესე იგი ყველაზე პრესტიჟულად ითვლება ეს დიდი ჯიპი არა და მცირე ზომის ავტომობილები რომელიც მოიხმარს ასევე მცირე ზომის საწვავს გაცილებით კომფორტულია მისი გადაადგილება და მისი პარკინგიც კომფორტულია ხო ასეა ეს ფოტოაპარატებიც ახლა დიდი და პროფესიონალური ფოტოაპარატი სახში თუ გაქვს ხო უკაცრავად მაგრამ ეს არც ვაზაა და არც პიანინო, რომ დავდოთ და დავთქმეთ ყურებით, ხო, ცქერით. ეს არის საქმისთვის გამოშვებული და უნდა გამოვიყენოთ საქმისთვის. რამდენად ჩემი აზრით, ფოტომოყვარულს უნდა ქონდეს რამდენიმე კამერა სხვადასხვა დანიშნულებით, ხო? მაგალითად პირადად, როდესაც დავუშვათ, ჩემ მეგობრების წრეში მინდა გადავიღო სურათი, წარმატებით ვიყენებ სწორედ იმ სასაპნეებს შესანიშნავად იღებ სურათს. მით უმეტეს მოსახმარად არის მარტივი, მძიმე არ არის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის მძიმე არ არის. დიზაინის მხრივაც ძალიან ისეთი კომფორტულია, ლამაზია და რა ვიცი, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში მისაღებია და როდესაც მე დავუშვათ ვაკეთებ პროფესიონალურ ფოტოს, სადაც უნდა იყოს გადაწყვეტილი კონკრეტული ამოცანა, არა მხოლოდ კონკრეტულ ფოტოაპარატს, არამედ კონკრეტულ ოპტიკასაც, იმიტომ რომ სწორედ ამაზე მინდა გკითხოთ, აი რა დატვირთვა აქვს ოპტიკას? მე გეტყვით, რომ პროფესიონალური ფოტოოპტიკა ძალიან ხშირად კი არა და უმეტესად და ყოველთვის თითქმის რამდენჯერმე ძვირი ღირს თვითონ ფოტოკამერაზე. ანუ საუბარია ცვლად ოპტიკიან კამერებზე, ანუ ოპტიკას არის კამერები, რომელსაც არ ეცვლება ოპტიკა, ხო? ის მუდმივად მასია მიმაგრებული. მას აქვს ფოკუსური მანძილის, ეგრეთ წოდებული ზუმის ფუნქცია, ხო, აი როცა დიდდება და პატარავდება გამოსახულება, ეგრეთ წოდებული ზუმის, ამას პროფესიონალურ ენაზე ეწოდება ფოკუსური მანძილის ცვლის რეგულატორი და ის მუდმივად მასია მიმაგრებული. ხო, ეს ძალიან მოხერხებულია, თქვენ არ გჭირდებათ მისი მოხსნა და სარეზერვო ოპტიკის მიყენება და ის გვაძლევს საშუალებას სხვადასხვა ჟანრის, სხვადასხვა მასშტაბის ფოტოები გადავიღოთ. ძალიან მოხერხებულია. მაგრამ არის პროფესიონალურ ტექნიკაში ფოტოკამერების სახეობა, რომელსაც გააჩნია სარკე, ეგრეთ წოდებული სარკიანი სარკული, როგორც გვენცეთ დაარქვით, რომელსაც ეცვლება ოპტიკა. ანუ შესაბამისად, თუ ჩვენ ვიღებთ ჭიანჭველას, ხო? ჩვენ გვჭირდება მაკროოპტიკა, უნდა მივუყენოთ სხვა ოპტიკა, გადავიღოთ ეს ჭიანჭველა და თუ ჩვენ ვიღებთ პეიზაჟს, უნდა დავუყენოთ სპეციალური ოპტიკა და გადავიღოთ ამ სპეციალური ოპტიკით პეიზაჟი და თუ ჩვენ ვიღებთ კლდეზე ჯიხს, აი მაშინ უნდა მივუყენოთ კვლავ სპეციალური ოპტიკა, რომელიც 5 კილოგრამია, მისი მასა და ამ 5 კილოგრამიან ოპტიკას გარდა ოპტიკისა კიდე ჭირდება 15 კილოგრამიანი შტატივი. ამდენად, ანუ მას აქვს კონკრეტული დანიშნულება და ფასი სწორედ აი ამ ოპტიკის, ხო? ფოტოკამერასთან მიმართებაში არის რამდენჯერმე ძვირი. აი მაგალითად, რომ ავიღოთ 800 მმ-იანი ფიქსირებული ოპტიკა, მისი ფასი $7,000 აღემატება. ეხლა წარმოიდგინეთ $7,000 როცა ოპტიკა აღემატება, იქ საუბარი უკვე თვითონ ბოდიზე, ანუ ფოტოკამერის ტანზე, იქ საუბარი უკვე ზედმეტია აქედან გამომდინარე, სწორედ პრიორიტეტი არის განსასაზღვრი კონკრეტულად რისთვის ჭირდება ეს ტექნიკა და რა შედეგი უნდა მიცეს მან. ბატონო კახა ბოლოს რეზუმის სახით რომ გითხრათ, აი რა რჩევებს მისცევდით მომხმარებელს, ვისაც სურს რომ შეიძინოს ფოტოაპარატი? რჩევები არის ძალიან მარტივი.
პირველი რიგის ამოცანა ეს გახლავთ ზუსტად ჩამოყალიბდეს იმ საკითხთა წრე, რომელიც მის მიერ შეძენილმა კამერამ უნდა გადაწყვეტოს. თუ ეს კამერა მას ჭირდება სპორტის გადასაღებად, მაშინ პრიორიტეტი უნდა იყოს კამერის მიერ ერთ წამში გადაღებული კადრების რაოდენობა, ანუ მისი შესაძლებლობა. მას არ გამოადგება კამერა, რომელიც 2 კადრს იღებს ერთ წამში. მას ჭირდება კამერა, რომელიც მინიმუმ 8 კადრს იღებს ერთ წამში. ანუ მიმიხვდით რაზეა საუბარი, ხო? ანუ პრიორიტეტი უნდა გამოიკვეთოს პირველ რიგში. რისთვის ჭირდება ეს კამერა? რა ამოცანების გადასაწყვეტად? პირველ რიგში მატრიცა და კონკრეტულად მატრიცის ზომა და არა პიქსელების რაოდენობა. დღეს უკვე მობილურ ტელეფონს 8 მილიონი პიქსელი აქვს. მაგრამ ის 8 მილიონი პიქსელი იმის გამო რომ განლაგებულია პაწაწინა მატრიცაზე ვერ იძლევა ისეთ გამოსახულებას, როგორცაც 6 მილიონი პიქსელი, რომელიც განლაგებულია დიდ მატრიცაზე. ამიტომ მატრიცის ზომას უნდა მიექცეს პირველ რიგში ყურადღება. აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება ოპტიკას, ოპტიკის ხარისხს. სასურველია რომ ცნობილი, გამოცდილი ბექგრაუნდის მქონე ოპტიკის წარმოებლის მიერ იყოს ოპტიკა შექმნილი, რომელიც მის კამერას უყენია მუდმივად ან სულადად, რაც უფრო ცნობადია ოპტიკის წარმოებელი, მით უფრო დაზღვეული ვართ, რომ ეს ოპტიკა იქნება კარგი და არ იქნება ცუდი და მესამე აუცილებლად უნდა ყურადღება მიექცეს რამდენად გამოყენებადი იქნება და მოხმარებადი ეს კამერა, ანუ წონას. რაც უფრო მძიმეა კამერა, მით უფრო რთულია მისი ტრანსპორტირება, მისი გადაადგილება და შეიძლება ახლა ეს ბევრს მოეჩვენოს, რომ განა რა არის ახლა წონაო, მაგრამ გარწმუნებთ, რომ 5 კილოგრამიანი კამერით მოგზაურობაში წასვლა არის საშინელება. ხო, არა, ძალიან, იმიტომ რომ ეს 5 კილოგრამი პირველ დღეს არის 5 კილოგრამი, მეორე დღეს არის 50 კილოგრამი და მესამე და მეოთხე და მეხუთე დღეს 9 ტონა ხდება. აქედან გამომდინარე, სწორედ აი ამ პოზიციებს უნდა მიექცეს ყურადღება. და ყველაზე მთავარი, თუ დამოუკიდებლად ამ საკითხების მოგვარება და ამ საკითხებში გარკვევა არ შეუძლია ფოტოკამერის შეძენის მსურველს, დაიხმაროს ის ადამიანი, რომელიც ამ საქმის პროფესიონალია. მესმის აბსოლუტურად, რომ რჩევას ეკითხებიან მეგობარს, რჩევას ეკითხებიან ახლობელს, მეგობრის მეგობარს და ასე შემდეგ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ამ საქმეში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მეგობრის მეგობარი იქნება თუ მეგობარი. და არც ის მნიშვნელობა აქვს ამ მეგობარს რა სახის კამერასთან აქვს ურთიერთობა. ეს მეგობარი უნდა იყოს ამ საქმის სპეციალისტი. ის ძალიან კარგად უნდა ერკვეოდეს იმ პარამეტრებში და მონაცემებში, რომელიც ამა თუ იმ მოდელს ახასიათებს და შესაბამისად მიუსადაგოს სწორედ მომხმარებლის მიერ დასახულ ამოცანებს და მის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებს თავისი შეხედულებისამებრ და ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად ეს ყოველივე მის მიერ მიცემული რჩევები. ჩემი რჩევა ასეთი იქნება. უღრმესი მადლობა ბატონო კახა ამ მომწვრავი პასუხებისთვის. ასეთი იყო გადაცემა ფოტოგრაფია ყველასთვის, გემშვიდობებით.